მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. დღეს სამშაბათია და ტრადიციულად Business Space-ის დროა. ეს არის საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსოჯანიშვილი ვარ. მოკლედ, როდესაც შენობას აშენებენ, ჯერ პირველ რიგში იწვევენ არქიტექტორს, ხო? თუმცა ხშირად ბიზნესში დღეს ხედავთ აბსოლუტურად სხვა სურათს, ხო? ჯერ იწყებენ თუნდაც რაღაც CRM-ების ყიდვას, იწყებენ გაყიდვების ჯგუფის, ასე ვთქვათ, ფორმირებას და დაქირავებას, AI-ს ნერგავენ და ასე შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ფიქრს, როგორ უნდა იმუშაოს ამ ყველაფერმა ერთად. ამიტომ ჩვენც მოვიწვიეთ პირველ რიგში არქიტექტორი, მარკეტინგის არქიტექტორი არის ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი, დავით ჩქოტუა. ეს არის მარკეტინგის არქიტექტურის სტუდიის დამფუძნებელი. მოგესალმებით, დავით. გამარჯობა სერგო, მადლობა მოწვევისთვის. დავით, მოკლედ ისეთი ძალიან საინტერესო სტუდია დააფუძნე, მოკლედ ზოგადად ძალიან საინტერესო ჟღერს ეს ყველაფერი და მინდა რომ აი ჩვენი აუდიტორიისთვის უფრო ნათელი რო გახდეს, ხო? ანუ რაზე გვექნება საუბარი და ვინ არის ჩვენი სტუმარი და უფრო კარგად რო გაგიცნოს აუდიტორია. მოდი დავიწყოთ მარკეტინგის არქიტექტურით, ხო? ანუ რითი განსხვავდება ეს აი ტრადიციული მარკეტინგისგან? ჯერ ამით დავიწყოთ და ამაში გავერკვიოთ. კარგი მაგალითი მოიყვანე, მეც ვიყენებ ხოლმე მაგ მაგალითს და ალბათ საიტადღაც მაქედანაც მოდის, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა იცოდე რა საკეთებ, სწორად დაგიგმო ეს ყველაფერი, რომ მე არ მოგიწევს ამ ყველაფრის შესვლა. შესაბამისად, აი წლების განმავლობაში მარკეტინგში საქმიანობიდან გამომდინარე, აღმოვაჩინა ის გეფი, რაც არსებობს ბაზარზე. და ეს გეფი არის სწორედ ეს არქიტექტურის არარსებობა. მარკეტინგ არქიტექტ სტუდიო არის და მარკეტინგის არქიტექტურა ზოგადად არის მარკეტინგის მიმართულება, რომელიც გულისხმობს კომერციული პროცესების აწყობას ისე, რომ ეს ყველაფერი იყოს შედეგის მომტანი ბიზნესისთვის. რაც გულისხმობს გაერთიანებულს, როგორც გაყიდვების კუთხით, სერვისის კუთხით, ტექნოლოგიების და მონაცემების კუთხით. ანუ მარკეტინგის არქიტექტურა საბოლოო ჯამში გულისხმობს ერთიან პროცესს, სადაც მარკეტინგი მუშაობს ბიზნესისთვის და არა უბრალოდ ხმაურისთვის. ძალიან მაგარი მაგალითია და სხვათა შორის, ანუ მე მინდა რომ აი კიდე უფრო ჩაუღრმავდეთ, ანუ აი ზუსტად ამ სტუდიის მუშაობას, ხო? ანუ ეს არ არის სტანდარტული სააგენტო, თუნდაც ახლა ჩვენ კულისებში საუბრობთ მაგაზის, ხო? ეს არ არის სტანდარტული სააგენტო, რომელსაც უნდა მიმართო პირობითად რაღაცა სოციმედიის ადმინისტრირების გამო, ხო, როგორც მე მივხვდი. და მინდა რომ აი ამას ჩაუღრმავდეთ, თუ კონკრეტული სოლუშენები, კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელსაც დღეს, ანუ თუნდაც ქართულ ბიზნესს სთავაზობს ეს სტუდია, ხო? ანუ რა პრობლემებს ჭრით, ხო? ანუ მე ხა მინდა რომ აი ბიზნესის მხრიდან კითხო ეს, ხო? იმიტომ რომ ბიზნესის მხრიდან, ანუ საბოლოო ასე ვთქვათ, მიზეზი და მიზანი ალბათ არის ის შედეგები, ხო? შედეგები თუნდაც ფინანსური შედეგებზე მაქვს, ხო, საუბარი. და აი მოდი აი ამაზე ვისაუბროთ და რა solutions და რა გადაწყვეტილებას სთავაზობ რეალურად ქართულ ბიზნესს. ახლა ჩვენ ბევრი გვისმენს რა, ზოგი ტაქსში ზის ახლა გვისმენს, მგზავრობს, ზოგი სტრიმს უყურებს. და აქვს თავისი იდეები, რომელიც უნდა განახორციელოს. და ამისთვის ყველა მიცის, რომ მარკეტინგი მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ შესაძლოა ბიზნეს სტრატეგიას წერ მარკეტინგი ერთ-ერთი მისი შემადგენელი ნაწილია. თუმცა რეალობაში ასე არ ხდება, არც ბიზნეს სტრატეგია არ არსებობს ხშირ შემთხვევაში, არც მარკეტინგის სტრატეგია. ეს სტუდია, სწორად აღნიშნე, არ არის სააგენტოების ბაზარზე. ეს არის კომპანია, რომელიც მოდის შენს ბიზნესში და მუშაობს არქიტექტურის ესეთ ფილოსოფიით. არის 3D ფილოსოფია: diagnose, design and drive. ანუ პირველ რიგში ვაფიქსირებთ რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რა საჭიროებები და რა მოთხოვნები აქვს. ამის შემდგომ იგება ამ ბიზნესის საპასუხოდ იმისთვის, რომ სისტემა აშენდეს დიზაინი, ანუ ის არქიტექტურა, რომელიც სჭირდება ბიზნესს, რომ შემდგომში ზემოდან დააშენოს რაღაცა გარკვეული პროცესები. იქნება ეს AI მიმართულება, იქნება მარკეტინგული სერვისები, CRM-ი, data management-ი თუ ასე შემდეგ. დღეს რა ხდება სინამდვილეში? მაგალითად, მარკეტინგის თანამშრომელი არ სვამს კითხვას, რა კამპანია გაუშვა დღეს. მარკეტინგის არქიტექტორი სვამს კითხვას, აბა ბიზნესს რა საჭიროებები აქვს, რა პრობლემები აქვს, როგორ უნდა ავაწყოთ სისტემა ისე, რომ შემდგომში მარკეტინგმა ბიზნესს მოუტანოს ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა მიმართულებით გზები, ან მოუტანოს კონკრეტული შედეგი. იმიტომ რომ ბიზნესი სინამდვილეში და ეს მიკრომენეჯმენტი მარკეტინგში განსაკუთრებით ხდება, შენს გეცოდინება ეს, რომ მარკეტინგი ესეთი ნათქვამი არის, რომ მარკეტინგი არის ყველაზე რთული სფერო, რომელიც ყველაზე მარტივი ჩანს. იმიტომ რომ აზრის დაფიქსირება ყველას შეუძლია, ხო? მაგალითად ეს დიზაინია, ლოგო არ მომწონს, ეს რაღაც სახელი სხვანაირია არ მომწონს, პროგრამისტთან, ბუღალტერთან ამდენ კითხვებს არ ვსვამენ. ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს იწვევს ის, რომ ეს არის ის მიდგომა და მარკეტინგი ზოგადად ახალი სფერო არის, მით უმეტეს ჩვენს რაღაც ბიზნეს მიმართულებით დიდი ისტორია არ აქვს საქართველოს. შესაბამისად, როგორ მიდიოდა პროცესი.
როდესაც კონკურენცია არ იყო, იმიტომ რომ ინდუსტრიული რევოლუცია საქართველოში ძალიან გვიან მოხდა და დღეს ჯერ კიდევ მიმდინარეობს, კონკურენცია როცა არ იყო, მე ვხსნიდი ბიზნესს, კონკურენტი არ მყავდა, შესაბამისად, თუ გავხსნიდი კარგ საწარმოს, კარგ რესტორანს და ასე შემდეგ, კლიენტი ყოველთვის არსებობდა. ნელ-ნელა, როდესაც ბაზარი განვითარდა და კონკურენცია გამოჩნდა უკვე ბაზარზე, ბიზნესში, რა თქმა უნდა, შემოსავლებმა იკლო კონკურენციისგან გამომდინარე. აქ უკვე ჩნდება საჭიროება, ესე იგი რაღაცა უკეთ უნდა გავყიდოთ. მაშინ მარკეტინგი გვჭირდება. რთულია, როდესაც 20 წელია ბიზნესს აკეთებ და ეს მიდგომა ადრე მუშაობდა და მე ახლა შენთან მოვიდე და გითხრა, რომ ახლა ჩვენ მარკეტინგი უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი შევცვალოთ, რაღაცა რებრენდინგი გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ამის და ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხარჯია. და შესაბამისად მარკეტინგს და მარკეტინგის გუნდებს ხშირად ესე უყურებენ, რომ აი რაღაც დამატებითი განყოფილება, რომელიც რაღაცებს აკეთებს იმისთვის, რომ მე ცოტა ცნობადობა გამეზარდოს. ცნობადობა გამეზარდოს და აქედან გამომდინარე მე რაღაც შემოსავალს მომიტანს. და არა ის როგორც ბიზნეს პროცესის ნაწილი. იმიტომ რომ მარკეტინგი ჩნდება მაშინ, როდესაც შენ ბიზნეს იდეა გიჩნდება. აი მაქედანვე გჭირდება მარკეტინგი. იმიტომ რომ პროდუქტის შექმნაც მარკეტინგის ნაწილია. არქიტექტურის არ იყოს. თუ შენ ახლა ააშენი კორპუსი და მერე დაიწყე ფიქრი იმაზე, როგორ გაყიდო, ეს უკვე პრობლემაა. იმიტომ რომ შეიძლება შენ ბაზარი არ გექვს შესწავლილი, არ იცი როგორი პროდუქტი გჭირდება, არ იცი ეს პროდუქტი ხალხს როგორ უნდა გააცნო და ხშირად ხდება და საქართველოში არის ბევრი ასეთი ბიზნესი, რომელმაც ააწყოს მაგალითად კარგი რესტორანი და მერე წუხან ერთ თვეში და ორ თვეში რომ მომხმარებლები არ მოდიან. იმიტომ არ მოდიან, რომ შენ არ გქონდა სწორად შესწავლილი ეს ყველაფერი და მარკეტინგი თავიდანვე არ გამოიყენე. და უბრალოდ გადაწყვიტე, რომ დაიქირავო რაღაც მარკეტინგის გოგონა ან ბიჭუნა. მაგრამ თვად მარკეტინგის გამო ალბათ არ არის ეს, ხო? ალბათ ეს ამას შეიძლება და ეს ხო მთელი ასე ვთქვათ რაღაც ის არის, ხო? ანუ წრი არის, ხო? შეკრული, ანუ მარკეტინგით იწყება, დაძახება, ხო? პრინციპში, ხო? ანუ რაღაცა ვიზიტავთ ხო მომხმარებლებს და უკვე ადგილზე ხდება თუნდაც პერსონალი, ხო? ანუ სანამ მოვიდა დისტანციური რაღაცა საშუალებები გამოიყენა და აურეკა მიწერა და ასე შემდეგ. ანუ უკვე შემდეგ ხდება ასე ვთქვათ შეფასება, ხო, ამ კონკრეტული კომპანიის და არა მხოლოდ მარკეტინგი ეძახის. და თუ ანუ ამ ადამიანმა განახორციელა ეს ზარი, ან მივიდა ერთხელ და ასე შემდეგ, ანუ მარკეტინგმა იმუშავა, თუმცა მოდი ახლა აი შევხედოთ მეორე მხარეს და ჩემი ან პრინციპში კითხვაც მაგაში მდგომარეობს, ხო, აი შენი ანალიზის თუნდაც და შენი გამოცდილების ზე დაყრდნობით ასე ვთქვათ, ხო, აი სად იკარგება ყველაზე ხშირად მომხმარებელი? აი დაძახებას ზედავალოდ პარალელით. საქართველოში და ქართულ ბაზარზე, ნიდერლანდებში, პოსტაფშალ ქვეყნებში უფრო, იმიტომ რომ პატარა ბაზარი სადაც არის, არ გულისხმობ დიდ ბაზარს, აი ეგ პრობლემა არის, იმიტომ რომ მარკეტინგი გონიათ მხოლოდ დაძახება. და ბიზნესები მუშაობენ ესე. მაგალითად ვარ აი უზრუნველყოფის ქონების ბიზნესში ხშირად ესე ხდება ხოლმე. მოდი ახლა ვინებიგო გასაყიდი, დავიწყოთ კამპანია. ეს კამპანია გამოიწვევს ხმაურს, იქ რაღაც call center-ში დარეკავს, იქ Facebook-ზე მოიწერება, ეს პერიოდი ჩავიდა, გაიარა, ახლა კიდე გვაქვს ვინები გასაყიდი. მოდი ახლა ახალი კამპანია დავიწყოთ. მარკეტინგის ერთ-ერთი და მთავარი ფუნქცია, გარდა დაძახების არის ის, რომ მე შევინარჩუნო მომხმარებელი. ანუ retention-ი არის ის მნიშვნელოვანი მახასიათებელი და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ხშირად თავარი ფული აქვს იმ მომხმარებელს, რომელიც შენ უკვე გიცნობს, რომელთანაც უკვე კონტაქტი ქონდა და ამ დროს შენ ეძებს სხვას. ანუ უფრო იაფიც არის მისი დაბრუნება. არსებული მომხმარებლის შენარჩუნება, მისთვის სხვა პროდუქტის მიყიდვა, ბევრად უფრო იაფიჯდება სინამდვილეში, ვიდრე ახალი მომხმარებლების მოძიება. და სამწუხაროდ აი ეს ერთი მიდგომა არის და ხშირად აი მარკეტინგის მენეჯერები, აი ამიტომ ამბობ, არქიტექტურა არის სრული პროცესი და ხო ბიზნეს რო იწყებ, ეს ბიზნესის დაგეგმვის ნაწილია ბაზრის შესწავლა, მაგრამ ეს მარკეტინგად აღვიქვა მე, მარკეტინგის არქიტექტურაში სწორედ ამას მოვიაზრებ, იმიტომ რომ ოკეი, მე მოვიყვანე ახალი მომხმარებელი შენს კართან. იქ შენი გამყიდველი თუ ცუდად მოემსახურა მას, ან შენი კონკრეტული პერსონა, ან თუ შენი პროდუქტი არ მოეწონა, რა გამოვა? გამოვა ის, რომ ეს ადამიანი წავა უკმაყოფილო, თავის სამეგობროსაც ეტყვის, ისინი თავის სამეგობროებს ეტყვიან და მომავალ წელს რომ მე ისე დაწერს სადღაცას, დაწერს სადღაც და რა თქმა უნდა მე ახლა როგორ ხდება, ძირითადად word of mouth არის ყველაზე სანდოწყარო, ხო? ახლა შენ რომ ეტყვი რომ აი გემრიელად მივირთვი, რა თქმა უნდა შენ უფრო გენდობი ვიდრე რეკლამას, იმიტომ რომ ის ეტაპიც გავიდა, როდესაც აი ლამაზი თვალის მომჭრელი რეკლამები ტყუდებოდით ადამიანები. შესაბამისად გამოდის რა, რომ თუ მაგალითად მე მოვიყვანე მარკეტინგმა ბიზნესში 100 ადამიანი და შენ ეს 100 ადამიანი უკმაყოფილო გაუშვი, ეს ადამიანი მომავალ თვეს უდრის, რავი, 10 ჯერ მეტ ადამიანს მინიმუმ.
შესაბამისად, მომავალ თვეს რომ მე ისევ თავიდან ვიწყებ მარკეტინგის კამპანიას, მე უკვე მინუსში ვარ. უკვე დამარცხებულ ბრძოლაში შევდივარ. შესაბამისად, პირველ თვეს რაც დამიჯდა მარკეტინგული ბიუჯეტი, მეორე თვეს უფრო ნაკლები დამიჯდება. და აი აქ ჩდება ის ჩემი ერთ-ერთი ესეთი ფრაზა, ინსაიდერული ფრაზა, რაც ბიზნესში ხშირად არის, მარკეტინგი არ მუშაობს. მარკეტინგი კი არ მუშაობს ამ შემთხვევაში. მთლიანი სისტემა არ აქვს ბიზნესს. რაც გულისხმობს იმას, რომ მარკეტინგი, როდესაც დაუძახებს ადამიანს, იქ დახვდეს სწორი პროდუქტი. და, როდესაც სწორი პროდუქტი დახვდება, მარკეტინგმა იმუშაოს იმაზე, რომ ამ ადამიანმა განმეორებითი შესყიდვები აწარმოოს. და მოვიდეს მეორეჯერ, მესამეჯერ, სხვას გაუწიოს რეკომენდაცია და ასე შემდეგ. იმიტომ მარკეტინგში არსებობს ეს სახეობას, მაგალითად მეც, როდესაც ახლა მარკეტინგის არქიტექტურის კურსებსაც ვაკეთებ და ერთი თვე შეიძლება რეკლამები გავუშვათ და ერთი თვის მერე საერთოდ მარკეტინგული ბიუჯეტი არ დავხარჯოთ, მაგრამ ლიდები წამოვიდეს და გაყიდვები არსებობდეს. იმიტომ რომ მხოლოდ რეკლამაზე და დაძახებაზე ორიენტირებული არ უნდა იყო. ერთი გაუზიარებ აუდიტორია, საიდუმლოს? კი ბატონო. მოკლედ მარკეტინგის არქიტექტურის სტუდია არის ერთ-ერთი დიდი ქოლგა. ვცდილობ რომ ავაშენო ეკოსისტემა, იმიტომ რომ დაახლოებით 10 წელია ვასწავლე უნივერსიტეტებში მარკეტინგის მიმართულებით და გარდა ამისა ბიზნესაც როცა ხვდები, აღმოვაჩინე რომ მნიშვნელოვანია განათლება პირველ რიგში. იმიტომ რომ მაგალითად ახლა რა ბიზნესი დავიწყე, ჩემს არავის არ უსწავლებია retention rate რა არის, ან მომხმარებლის შენარჩუნებას რომ უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციო. შესაბამისად მე ეს ცოდნა უნდა მომცე. ამიტომ ერთი ვაკეთებ კურსს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს დაეხმარება სწორად დაგეგმონ სრული მარკეტინგის პროცესი. ანუ ფლობელებისთვის არის გათვლილი. არა მარტო ფლობელებისთვის, მაგრამ ფლობელებისთვის არის გათვლილი იმ კუთხით, რომ მე ჩემი მცირე ბიზნესი მაქვს და ვიცი რომ მჭირდება მაგალითად სოც-მედია მენეჯერი. და ვიცი რომ რეკლამის გაშვება მჭირდება. ნუ ეს აქამდე მივედით, რომ ეს გჭირდება. მაგრამ როგორ ვაკონტროლო, როგორ დავგეგმო სწორად, როგორ შევუქმნა მას ისეთი გარემო, რომ ეს კონკრეტული რეკლამები კარგად მუშაობდეს, როგორ დავხვეწო ჩემი სერვისი და პროდუქტი, საოპერაციო ნაწილი როგორ დავხვეწო, რომ 10-ჯერ მეტი არ დამიჯდეს და ფული არ მეფლანგებოდეს რეკლამაში, რომელიც გამოდის, რომ ვეძახი 100,000-ობით ადამიანს და 100,000-დან გამიზნულად არ ვეძახით, ან ესე ვამბობ ხოლმე, რომ ეს ტრადიციული აი ეს სტანდარტული მარკეტინგი, რომელსაც ახლა ძირითადად ვაწარმოებთ, არის თოფის გასროლას საფანტით და იმ იმედით რომ ვეღაცას მოხვდება და ეს იქნება ჩემი შედეგი, ხო, ბრმად. და არსებობს სხვადასხვა მიდგომები, მაგალითად direct response marketing-ი, სადაც შენ ზუსტად იცი შენი აუდიტორია ვინ არის და არა მასშტაბს კი არ უმიზნებ, არამედ კონკრეტულად იმ ადამიანებს უმიზნებ, მათ ტკივილს უმიზნებ და შესაბამისად ამ ყველაფრის გაზომვა შეგიძლია. უფრო იაფი გიჯდება თან და თან პროცესები სწორად გაქვს აგებული. ამიტომ ეს კურსი არის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომ იცოდნენ რა მოსთხოვონ ცალკე მარკეტ სააგენტოს, რომლებიც მათ ემუშავება და აქეთ ბიზნესის ხარეს რა გააკეთონ ისე, რომ სააგენტოსთვის მუშაობაც სასიამოვნო და შედეგის მომცემი იყოს. და გარდა ამისა ეს კურსი იქნება იმ ადამიანებისთვის თელს ამ კომერციულ სისტემაში, ვინც იქნებიან და არიან copywriter-ით დაწყებული, soc-media manager-ით დაწყებული, გაყიდვების აგენტები, after sales თანამშრომლები და ასე შემდეგ, რომ მათ სრულად იცოდნენ მთელი პროცესი რა არის. იმიტომ რომ აი ბევრ კომპანიაში ალბათ შენს გინახავს, რომ როდესაც რაღაცა რეპორტის ან რაღაცა შეჯამების შეხვედრა არის, იქ მარკეტინგი ხელს იშორს, რომ ვაიმე ვერ გაყიდა გაყიდვებმა, აქეთ გაყიდვები ხელს იშორს, ცუდი ლიდები იყო. აი ეს მარკეტინგის არქიტექტურა ბიზნესებს ეხმარება, რომ ყველა არათუ მუშაობდეს, არამედ ყველა როგორც ერთი კომპანია ისე მუშაობდეს, რაც ყველაზე მთავარი გამოწვევაა და ალბათ როდესაც დამფუძნებელი ხარ, ძალიან რთულია იჯდე მაგიდასთან და აქეთ საოპერაციოს თავისი სიმართლე ქონდეს, გაყიდვებს თავისი სიმართლე, after sales თავისი, მარკეტინგს თავისი. რაღაც კუთხით ყველა მართალი არიან, მაგრამ უნდა არსებობდეს ერთიანი სისტემა, იმიტომ რომ შენ დამფუძნებელს არ გცალია ამისთვის, ამ დეტალებისთვის არ გცალია. შენ უბრალოდ დილით რომ მოდიხარ, გჭირდება რაღაც პატარა დაშბორდი, სადაც 5-6 ციფრი წერია და შენ ხვდები რა ხდება ბიზნესში. და აი სწორედ ამას უმიზნებს ჩვენი სტუდია და შიდა პლატფორმაზეც მუშაობთ, რომელიც ჩვენს კლიენტებს დაეხმარებათ, დამფუძნებელს დაეხმარებათ იმაში, რომ უბრალოდ მათ გაუზიარებთ ლინკს, გაუზიარებთ რაღაცა კონკრეტულ წლომას მივცემთ თავის ბიზნესის და ჩვენი საქმიანობის შედეგებზე, სადაც ის დილით უბრალოდ შევა და ნახავს მარტივად რა ხდება ბიზნესში და არ მოუწევს იმის გარკვევა, ვისი ბრალი იყო რაღაცა კონკრეტული არასწორი შედეგი. ამიტომ აი ეს აზროვნება
მცირე ბიზნესშიც თავისთავად საჭიროა, როცა აკეთებ და ვფიქრობ, რომ საჭიროა იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ამ კომერციულ, ასე ვთქვათ, მიმართულებით არიან, მარკეტინგი იქნება, გაყიდვები თუ რა. დავით, ეხლა მე რაც უცბად მომხდა ყურში, ეს არის ერთი ამბავი რა და მე პრინციპში K-Call-დან გამოცდილებაც შემიძლია გაგიზიარო, ხო? აი თუნდაც K-Call-ი არის დაკავებული კომუნიკაციის მართვით, ხო, სრულად და იდეაში როგორ უნდა მოხდეს, ხო? ანუ სანამ მარკეტინგი რაღაცას დაგეგმავს, პირველი, ანუ ისი შეტყობინებაც უნდა მოხდეს, ეს არის, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის გუნდის, ხო? თუმცა ხშირ შემთხვევაში, ანუ კომუნიკაციის გუნდმა შესაძლოა გაიგოს ეს აქტივობა მომხმარებლისგან. კი ბატონო. ხტები, აი ეს გარღვევა არსებობს თვითონ დეპარტამენტებს შორის, ხო? ანუ ის მომენტი, რაც შენ ახსენე, ხო? ანუ გაყიდვები იშვერს მარკეტინგისკენ, ხო? ანუ რაღაცა ცუდი ლიდები შემოვიდა, ხო? ანუ მარკეტინგი ამბობს, რომ ანუ ბევრი liდი შემოვიყვანე და ერთმანეთს აბრალებენ, ხო? და აი კითხვა რაც მე გამიჩნდა არის ის, რომ აი პირობითად, ხო? აი ჩვენ დავიწყეთ კოლაბორაცია და თანამშრომლობა თქვენ სტუდიასთან. ახსრულების მომენტიც თქვენს მხარეს არის, ანუ აი პირობითად ჩაატარეთ ეს აუდიტი, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი მარტო მარკეტინგზე. ხო, ანუ მარკეტინგს ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი როლი უკავია, ხო და არ არის მარტო გეთანხმები მარტო დაძახებაზე არ არის აქ საუბარი, ხო, აქ არის პრინციპში ბრენდის, ანუ ზოგადად იმიჯზე საუბარი და ასე შემდეგ. რომელიც შემდეგ ილახება, როცა ხო, რაღაცა თუნდაც რომ თუ არ უპასუხე ადამიანს, ხო, უკვე შეგელახა. ხო, აი, ანუ სრულად ფარავს თუ არა თქვენი სტუდიის, ასე ვთქვათ, მომსახურება, ზუსტად აი ამ ახსრულების ამბავსაც და როგორ აკეთებთ ამას? იმიტომ რომ მართლა საინტერესოა, თუნდაც აი ჩემსაც საინტერესოა როგორც ერთი რიგითი ბიზნესმენისთვის. კი ბატონო, სწორად აღნიშნე, ეს პრობლემები და აი ეს გამოწვევები, რაზეც ვსაუბრობთ, მხოლოდ მარკეტინგის საქმე არ არის თავისთავად, იმიტომ რომ მაგალითად მე თუ ვამბობ, რომ სერვისი მაქვს, სადაც 3 საათში მოგიტან პროდუქტს, ეს დაპირებას თუ შენ თუ გაძლევ და იქით ეს პროცესი არ არის დალაგებული, ესე იგი მე შენ გატყუებ. რაც თავისთავად უკვე დაკარგული ფულია. კიდევ უარესია. ხო, რაც დაკარგული ფული არის და დაკარგული ნდობა არის. შესაბამისად, იმისთვის რომ აი ეს სრული სერვისი ააწყო, გჭირდება რაღაც სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სტეიქჰოლდერების ჩართულობა. და ეხლა რას გულისხმობ? მოკლედ, თუ შენ ხედავ, რომ შენს ბიზნესში ფული, რომელსაც ხარჯავ კომერციულ ნაწილში, იქნება ეს გაყიდვების თანამშრომლების თუნდაც ხელფასებით დაწყებული მარკეტინგული ბიუჯეტით, სარეკლამო ბიუჯეტით და ხვდები, რომ სადღაც უკეთესად შეიძლება, უფრო ოპტიმალურად დახარჯო ბიუჯეტი, ან უკეთესი შედეგები გქონდეს, მოდიხარ ჩვენ სტუდიაში. ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს, შენთან დიალოგში, შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზი, რაც კიდევ ერთი გამოწვევა არის ბიზნესში და გეუბნებით, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. მაგრამ თავისთავად ლოჯისტიკურ ნაწილს სტუდია არ იყოს. უბრალოდ ჩვენ მარკეტინგის არქიტექტურის სტუდიო არის, ჩათვალეთ ყავს საპარტნიორო ქსელი, რომელიც კონკრეტულ სოლუშენებს გთავაზობს. აი მაგალითად, მოვედით თქვენთან და დავადგინეთ, რომ CRM სისტემა გაქვთ გასამართი. ეხლა ეს ყველამ ვიცით, რომ CRM-ი კარგი რაღაცა არის. ისიც გავიგეთ, რომ ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ გამართულია კარგი. ხო, გამართული. ხო, აი მაგის თქმა მინდა. CRM-ი პრობლემას არ აგვარებს. CRM-ი არსებურ პრობლემას უფრო თვალსაჩინოს ხდის სინამდვილეში. შენ თუ ბიზნესში პრობლემები გაქვს და არასწორი პროცესები გაქვს და ამაზე ააგე CRM-ი, უბრალოდ ყველაფერი ნათელი იქნება. და ეს პროცესი გაიწელება. ისევ თავიდან მოგვიწევს რაღაც იმის არ იყოს არქიტექტურული ნახაზი თუ არასწორი იქნება, თავისთავად მე მოგვიწევს რემონტი, რაც ორმაგი ხარჯია. აქედან გამომდინარე, თუ შენ მოდიხარ და მეუბნები რომ გჭირდება CRM, მე გვყავს პარტნიორული კომპანია, რომელსაც ჩვენ ვეთანამშრომლებით, ანუ შენგან წამოსული აი ეს მოთხოვნები, საჭიროებები, ახალი საჭიროებები, რომლებიც გამოჩნდა ამ პროცესში, იკვრება დიზაინის სახით, ანუ ბრიფი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფორმა, აი ეს სამფაზიან ნაწილში გულისხმობ, ანუ ერთი არის დიაგნოზი, სადაც მე სიღრმისეული ინტერვიუებით, მონაცემთა ანალიზით და ასე შემდეგ ვაკეთებ შეფასება სიტუაციის. მეორე ნაწილი ეს დიზაინი რაც არის, საბოლოო ჯამში შეიძლება იყოს მარკეტინგის არქიტექტურის სტრატეგია, შეიძლება იყოს ბრიფი სააგენტოსთვის, შეიძლება იყოს ტექნიკური დავალება რაღაც დეველოპერული კომპანიისთვის და ასე შემდეგ. შესაბამისად, მე უკვე ვიცი ეს საჭიროება და გეუბნები. შენ გაქვს ეს გზა, რომ ეს პრობლემა მოაგვარო. მაგალითად, თუ გჭირდება მარკეტინგული მომსახურება, მაგალითად აი სოციმედია და ადვერტაიზინგი, რაც მცირე ბიზნესებს პირველად სჭირდებათ, ამისთვის გვაქვს შიდა სისტემა, რომელიც AI ინსტრუმენტებზე არის დაფუძნებული და ამ სერვისს მე გთავაზობ. თუ შენ გჭირდება მაგალითად CRM, მყავს პარტნიორი, ეს საჭიროებები უკვე გვაქვს
და მაქვს შენთვის ასევე არჩევანი. ანუ ის არა რომ მხოლოდ ეს პარტნიორი მიყავს, ეს არის საპარტნიორო ქსელი. და თითოეულს უგზავნით ოფერს, მე ვაწარმოებ მოლაპარაკებას და შენ ირჩევ უკვე ვისთან გირჩევნია თანამშრომლობა. მე ისევ ჩვენ მივდივართ და აი ამ პროცესს სრულად ვაწყობთ. იგივე არის მაგალითად მყავს კლიენტი, რომელსაც ჭირდება PR-ი ან CSR-ი და თანამშრომლობს სხვა სააგენტოსთან. მე ვაწარმოებ. აი ჩათვალეთ რომ თქვენი გუნდის ნაწილი ვხდებით ჩვენ და საუკეთესო ოფერს ვიღებთ და მე მართვაში ვიღებთ მონაწილეობას. იმიტომ რომ აი წეღარას ვახსენეთ. ჩვენთვის და ამ სტუდიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ გქონდეს შედეგი. ეს შედეგი იყოს განგრძობითი და იყოს განმეორებადი თავისთავად. იმიტომ რომ მე თუ რაღაც კონკრეტული პრობლემა დღეს მოგიგვარე, მაგრამ 2 თვეში შენმა გუნდმა ვერ აითვისა, ამ პროცესები ვერ აყვა ან მე ისეთი გეგმა დაგისახე რომ შენ ვერ ასრულებ, ეს მოქმედებს ჩემს რეპუტაციაზეც და საბოლოო ჯამში ჩემთვისაც საინტერესოა რომ кейსი მქონდეს, რომ ჩვენ გრძელვადიანად თანამშრომლობდეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი არა მხოლოდ პრობლემების დანახვაა, არა მხოლოდ რაღაც ეს solution-ის ეს შეთავაზება, არამედ ის რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. შესაბამისად გრძელვადიანად თანამშრომლობ ბიზნესებთან და აი შემსრულებლებს და პარტნიორებს თავად ვირჩევთ. საქართველოს შევაფასოთ რა, აი დიაგნოზი რო დაუსვათ მარკეტინგული არქიტექტურის მიმართულებით. აი სწორედ ამიტომ ახლა მუშაობ წიგზე. ერთ-ერთ ცნობილ გამომცემლებასთან ერთად საქართველოში ქართულ ენაზე წერ პირველ რიგში ქართული ბაზრისთვის, იმიტომ რომ მაინც პროფესორი ლექციებს რო კითხო, ეს მაინც მაწუხებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მეც მირჩევნია რომ ყავდეს მომხმარებელი, რომელიც გათვითცნობიერებულია ყველაფერში და თავიდანვე სწავლება არ მიწევდეს. და ამ წიგს ქვია მარკეტინგი არ მუშაობს. ეს არის ფრაზა, რომელიც ხშირად გვხვდება ბიზნესში. და ქვესათაური არის ესეთი, მარკეტინგი არ მუშაობს ხმაური თვალების ასახვევად. და ქართული ბაზრის რეალობა არის ეს. მარკეტინგი არის ხმაური, ბევრი სხვადასხვა აქტივობა და აი ამ ბევრ სხვადასხვა აქტივობაში რაღაცა შედეგები მოდის ბიზნესამდე. მაგრამ ეს ხმაური რას შვება სინამდვილეში? ეს ხმაური შვება იმას, რომ ხმაურში რთულია გაარკვიო რეალური პრობლემები რა არის. ეხლა ეს გამოწვევა არის მარკეტინგისთვისაც და ბიზნესისთვისაც, მარკეტინგის თანამშრომლისთვისაც, გაყიდვების თანამშრომლებისთვისაც, იმიტომ რომ აი მაგალითად CRM-ის ნაწილი წარმოვიდგინოთ რა, CRM-ს შენ რო ნერგავ, გაყიდვების მენეჯერს თითოეულ ნაბიჯს გაუკონტროლებ და შეაფასებ. ყველას ეს არ უნდა. იგივე შეიძლება იყოს მარკეტინგის მიმართულებით, მაგრამ მეორე და შესაბამისად ეს ხმაურში ეს ყველაფერი იკარგება. ამიტომ სისტემა როცა არ გადა ხმაური გაქვს, რთულია რეალური მიზეზი დაადგინო და მე მაგიდასთან სადაც შენი გაყიდვები ან სოციმედიის გუნდი ან თუნდაც ორნი ხართ, მაგალითად CRM ეწარებენ ხარ და სოციმედია სააგენტო ყავს. რთულია დაინახო რეალობა და სინამდვილე რა არის, ჭეშმარიტება რა არის. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა არსებობს, რომ საქართველოში მარკეტინგი გონიათ დამატება და არა ბიზნესის მთავარი ძრავი. მარკეტინგს უყურებენ როგორც იზოლირებულ დეპარტამენტს და ხშირად ისე არის, რომ აი გაყიდვები და მარკეტინგი ერთმანეთთან არც კი ლაპარაკობენ. ეს ხო წარმოუდგენელია, ანუ მე რომ დავიძახე თუნდაც უნდა გავიგო რა მოხდა იქ. გარკვეული კონკურენციაც არის ალბათ რა, ჩემი აზრით ამ დეპარტამენტებს შორის, იმიტომ რომ გარკვეული გეგმებიც აქვთ, ხო, განსხვავებული და ანუ ვინ აი ეგ არის პრობლემა. ეგ ჩემი აზრით ხო შიდა რაღაცა უფრო ესეთი კორპორატიული პრობლემაა, ჩემი აზრით. ხო და აი ეს ორი დეპარტამენტი როგორ შეიძლება კონკურენციაში იყოს, ხო? რა თქმა უნდა. აი მინახავს ბიზნესში, სადაც მარკეტინგს ცალკე გონია თავის ცალკე დეპარტამენტად გაყიდვებს ცალკე, after sales კიდევ ცალკე და call center-ს ცალკე. უბრალოდ შიგადაშიგ ერთმანეთს ხვდებიან და ინფორმაციას უზიარებენ და ეს შიდა კონკურენცია არსებობს იმიტომ რომ აი ეგ სისტემა ბიზნესში ეგ არქიტექტურა არის სწორად აწყობილი და რატო ხდება ეს გაუგებრობა რამოდენიმე მიზეზია ერთი რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საერთო კომერციულ ენაზე მაგალითად მე ლიდს სხვა რაღაცას ვეძახი როგორც მარკეტერი შენ როგორც გაყიდვების სხვა რაღაცას ეძახი შესაბამისად უკვე კონფლიქტია მეორე ნაწილი რაც არის ჩვენ არ გვაქვს საერთო მიზნები აი თითქოს ყველას შეხვედრაზე შეიკრიბება 20 კაცი და ჩვენ მიზანია რომ გაყიდვები გავზარდოთ, მაგრამ ვის კონკრეტულად რა როლია და რა პასუხისმგებლობა, ეგ რომ არ ჩანს, თავისთავად ჩვენში კონკურენციაა. თუ მე მეწოდინება რომ აი გაყიდვების ძაბრს რასაც ეძახიან ფანას ხვდები, სოციმედიის, მაგალითად აი წეგან საუბრობდით აი ამ ნაწილზე რომ საქართველოში ძირითადად კოპირაითერმა რომელსაც აი
სამთვიანი კურსი აქვს გავლილი და copywriter-ი არის, ან თუნდაც ხშირ შემთხვევაში შევხვები ვარ გამოცდილსაც, რომელიც copy-ს რო წერს, ანუ Facebook-ის ტექსტს რო წერს, ის ვერ ხვდება ამას რა შედეგი მოაქვს ბიზნესში. აი ეგ არის ძალიან ცუდი. უბრალოდ ლამაზ ტექსტს წერს. ლამაზ ტექსტს წერს უბრალოდ. აი მაგალითად ავიღოთ დიზაინერი. დიზაინერი, როდესაც შექმნის გარკვეულ დიზაინებს, შენ თუ მარკეტინგის არქიტექტურა გამართული გაქვს, მომდევნო დიზაინზე მის სუბიექტურ აზრს აღარ ეყნობი. ეუბნები, ოკეი, შენ 5 დიზაინი მომეცი, მე ეს ყველაფერი სისტემაში მოვაწყე, ამიტომ რომ არქიტექტურა მაქვს, დავტესტე ეს ყველაფერი და იმუშავა ამან. ამიტომ შენ თუ ყვითელი ფერი მოგწონს, მე ეს არ მაინტერესებს. იმიტომ რომ იმუშავა მწვანე. და თან ეს გეხმარება არა მარტო იმაში, რომ იქ თითქოს კრეატივს კი არ უკლავ. უბრალოდ იმაშიც გეხმარება, რომ ამ დროს მიკრომენეჯმენტში დამფუძნებლის როლიც არ არის, რომ ის ერეოდეს Facebook-ში. რაღაცა ესეთი ემოჯი უნდა იყოს, ესეთი დიზაინი უნდა იყოს, თუ ივენტს ღონისძიებას რო აკეთებ, შტენდერი რაფერი უნდა იყოს. ეს მისი საქმე არის. ხო, ერთხელ თანხმდებიან და ერთხელ თანხმდებიან on მონაცემებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა. მით უმეტეს დიჯიტალში დღეს ეს ყველაფერი შესაძლებელია და აი ეგ არის კიდე ერთი გამოწვევა, რომ ბიზნესებს უწევთ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება და აი მეც ეს წიგნი, რომელსაც წერ დამფუძნებელს იმიტომ ველაპარაკები, რომ აი ამ წლების განმავლობაში მე სხვადასხვა ინდუსტრიაში რომ მუშაობდი, სხვადასხვა დამფუძნებელთან მქონდა შეხება და მათი გადმოსახედიც ვიცი. ანუ, როდესაც შენ ბიზნესი გააქვს, შენი მიზანი კი არ არის, რომ ეს გუნდი მოვიდეს და პრობლემები გითხრას. შენი მიზანია, რომ ეს გუნდი ერთად მოვიდეს, თქვას საერთო პრობლემები რაც არის და გადაწყვეტილების გზები შემოგთავაზონ და შენ თქვა უბრალოდ, ოკეი, მეტი არაფერი. ეს უნდა იყოს ყოველ შენი საქმე. ან დამფუძნებლის საქმე უნდა იყოს დილით სამსახურში სანამ მივა, ან ოფისში სანამ მივა, შეხედოს ამ 5-6 ცივრს, აჰა, ეს პრობლემა აქვს. აბა დღეს შევიკრიბოთ ეს პრობლემა რატომ არის. ყველა მოდის, ერთმანეთს არ ეჩხუბებიან, იმიტომ რომ ყველას თავისი როლი და პასუხისმგებლობა აქვს და გთავაზობენ გადაჭრის გზებს. და შენგან უბრალოდ სჭირდებათ დასტური, რომ ეს ყველაფერი განახორციელო. მზის შუქს როდის იხილავს ეს წიგნი? ფიქრობ შემოდგომაზე იქნება, გარკვეულწილად სტამბაზეც ვარ გამოცემებაზეც ვარ დამოკიდებული, თუმცა ფიქრობ, რომ რაღაც ეს არ არის ჩემთვის რაღაც კომერციული პროექტი, თუმცა რა თქმა უნდა მარკეტინგულადაც უყურებ, მაგრამ ეს არის თითქოს манифესტი. აი ის კითხვა რაც შენ დამისვი რა ხდება დღეს ქართულ მარკეტინგში, ამაზე ვაპირებ საუბარს. და აქაც მხოლოდ solution-ი არ იქნება, ისა მხოლოდ პრობლემაზე ჩივილი და წუწუნი არ იქნება, ეს იქნება რა ხდება დღეს მარკეტინგში, ჩემს გამოცდილებას ვაზიარებ, კონკრეტულ ბიზნესებს რა თქმა უნდა არ ვახსენებ, მაგრამ საუბრობ რა პრობლემები არის ბიზნესში, როგორ იქნებოდა სწორად ამ პრობლემებისთვის დაკვირვება პირველ რიგში და მერე მოგვარება. და ჩავთვალოთ, რომ ეს არის манифესტი, სადაც სურვილი მაქვს, რომ კი დამფუძნებელს ველაპარაკები, მაგრამ აი იმ ახალგაზრდებმაც წაიკითხონ და მიხვდნენ, რომ როდესაც ბიზნესში მივლენ, მივიდნენ ბიზნეს მაინდსეტით. იმიტომ რომ ის რომ მე ლამაზ კოპის წერ ან ლამაზ დიზაინს ვაკეთებ ან რაღაცა კაი ინფლუენსერებთან კომუნიკაცია ვიცი, ეგ არ არის მარკეტინგი. მარკეტინგია, როდესაც შენ ბიზნესში მიდიხარ და ეს გასაუბრებაზეც უნდა დაფიქსო, რა პრობლემები გვაქვს. აბა თუ მე კამპანიას გავუშვებ, აქეთ ბიზნესი მზად არის, რომ ჩემი დაპირება შეასრულოს? და იმიტომ მეც მქონია შემთხვევა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ეს ოღონდ ორგანიზაცია იყო, არაკერძო კომპანია, ყველაზე მასშტაბური საგზაო უსაფრთხოების კამპანია გავაკეთეთ და წიგნში საუბრობ ამაზე ზოგად დონეზე. და ჩვენ თქვით, რომ ჩვენ ამ კამპანიას გავაკეთებთ, ეს იყო 360 გრადუსიანი კამპანია, რასაც ეძახიან სხვადასხვა მიმართულებით, ოღონდ უნდა მოგცეთ დაპირება, რომ რასაც ჩვენ კამპანიის სახით ვატარებთ, აქეთ შეასრულებს ორგანიზაცია. თუ არ შეასრულებს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. და საბედნიეროდ, იმ პერიოდში მოხდა ისე, რომ საგზაო უსაფრთხოების კამპანია აქეთ მიდიოდა და აქეთ მიდიოდა პროცესებიც. ეს იქნებოდა რაღაცა ადმინისტრაციული პროცესები, კანონების გამკაცრება, შეცვლა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათ შორის რაღაც სხვადასხვა ინსტრუმენტების დანერგვა, განათლება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ცალკე არ მუშაობს. ანუ მე თუ დავიძახებ და არ დაგახვედრე ის შე რაც გჭირდება, ეს არის ორმაგად ცუდი საქმე. ბიზნესისთვისაც და მით უმეტეს იმ ადამიანებისთვისაც, ვინც მუშაობენ და დღე-დღამი მუშაობენ და შედეგი საბოლოო ჯამში ისეთი შედეგი არ დგას, როგორც სურს მაგალითად კომერციულ გუნდს. დავით, აი ეგეთი კითხვა გამიშთა რა. რამდენად
აძლევთ რეალურად გარანტიას ამ შემთხვევაში დამკვეთ კომპანიას რა. აი მე მინდა ჩემი გადმოსახედიდან გითხრა, რომ პრინციპში ანუ იმ ადამიანების ინფორმაციას დაყნობით, ვისთანაც მე ყოველდღიურად მაქვს ურთიერთობა, ხო, რომ გარკვეული ნდობა აქვს დაკარგული ამ შემთხვევაში მარკეტინგს, ხო? რატო? მოდის ჯგუფი აიდენტიფიცირებს მხოლოდ პრობლემას კომპანიაში, რაც ბუნებრივია. დამფუძნებლისთვის ეს ასიამუნო მოსასმენი არც არის, ხო? ანუ იცის რომ აქვს ეს პრობლემები და კიდევ ვიღაცა ხას უსვავს ამას, ხო? და ამ შემთხვევაში არ ხდება გარკვეული გადაწყვეტილების მიწოდება, ანუ solution-ის და ამაზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღება. რომ ჩვენ ამას ნამდვილად აი ამ კონკრეტული კამპანიით თუ აი ამ კონკრეტული გეგმით მივახცევთ აი ამ კონკრეტულ ციფრებს თუნდაც, ხო? ანუ ყოველთვის არის გარკვეული აბსტრაქცია, ხო, რომელშიც ანუ არანაირი კონკრეტიკა არ არის და შენ როგორ უყურებ ამას და აი თუნდაც აი თქვენ როგორ ხედავთ ამას, როგორ რიწყებთ თანამშრომლებს, იმიტომ ეს არის რეალურად მე ალბათ მივცემ ჩემ თავს უფლებას თქვა რომ ეს არის ძალიან ბევრის აზრია ესეთი ბიზნესმენის. რომ ანუ ყველას სჭირდება, ანუ შენს ბიზნესში ხარ და ანუ გარკვეული გარანტიები ხო ყველას სჭირდება. ხო, თან მით უმეტეს ისე სტრატეგიულ ნაწილზე, როგორც არის მარკეტინგი, რომელზეც არის დამოკიდებული თუნდაც ჩემი იმიჯი, ხვალ. კი ბატონო. აი, ხშირად აი ჩემი კოლეგები ამბობენ ხოლმე, რომ მარკეტინგის მიმართულებით, რომ აი წუწუნებენ ამაზე, რომ აი დამფუძნებელი და მენეჯმენტი არ გვაძლევს საკმარის მარკეტინგულ ბიუჯეტს. და ჩვენ არ გვყავს ძალიან საინტერესო ისინია ფრაზებია კი. სადღაც ამ წიგნში საუბრობ ამაზე და სადღაც მეც მიმიძღვის პატარა აგური ამ არქიტექტურული ნახაზის გარეშე აშენებული შენობისა, რომელსაც ქართული მარკეტინგი ქვია, მაგრამ აქ პრობლემა რეალურად რაშია? პრობლემა იმაშია, რომ აი წეგანას ხმაური. მე თუ შენთან მოვედი და გთხოვე რაღაც ბიუჯეტი, რაღაც X თანხა, გავაკეთე კამპანია და მეორე თვეს მოვდივარ და გეუბნები, რომ ისევ X თანხა მჭირდება. შენ თუ მეკითხები ეს X თანხა, რომ რაში დაიხარჯა, რა შედეგი მოიტანა და მე ამაზე პასუხი არ მაქვს, შენ არც უნდა მომცე ის იგივე ბიუჯეტი და მით უმეტეს უფრო მეტი ბიუჯეტი. ანუ თუ შენ მე დამიმტკიცებ, რომ აი მაგალითად აი სერგო, შენ გამოგართი რაღაცა 100 ლარი დაუშვათ. ამ 100 ლარიდან 80 ლარი აი ამ ეებში დაიხარჯა. შესაბამისად მივიღეთ ეს შედეგი. ეს 20 ლარი დაიხარჯა ტესტინგისთვის, რაც პრინციპში შესაძლებელი არის. ეს ტესტინგის მარკეტინგის ნაწილია, მაგრამ 100%-ით ყველაფერს ვერ გაზომავ. მაგრამ შენ თუ 20%-ითაც კი ვერ ზომავ ყველაფერს, მე კიდე მოვდივარ. ხო, კონვერსიას კი არ ვიცი და ეს ხო მარკეტინგი არ არის ხარჯი. მარკეტინგი არის ინვესტიცია. შესაბამისად მე რო შენთან მოვდივარ და რო გთხოვ ინვესტიციას, მე უნდა შემეძლოს პირველ რიგში არა ის რომ აი ხშირად მინახავს და მეც გამეგვია აქ პერიოდი რომ აი მოვდივარ შენთან და გეუბნები რომ აი მჭირდება აი რაღაც ღონისძიება არის სადაც რო გამოჩნდეთ კარგი იქნება იმიტომ რომ ყველა იქ იქნება და ამისთვის გთხოვ რამოდენიმე $1000 გავიდა მე მქონდა ეგეთი შემთხვევა სხვათა შორის და გასაუბრებაზე ვიყავი და აღმოჩნდი გასაუბრებაზე სადაც დამფუძნებელი და მარკეტინგით საუბრობდნენ და ეს ერთმანეთის გაცნობის პერიოდი იქონდა ეს ანამ სამსახურს და მუშაობ თანამშრომლობას დავიწყებდით და კონკრეტულად ესეთი შემთხვევა იყო სადაც რაღაც კონკრეტულ ღონისძიებაში მიიღო კომპანიამ მონაწილეობა და დამფუძნებელი ეკითხებოდა რა შედეგი მივიღეთ და პასუხი იყო ეს ამდენი 1000 ნახვა ქონდა ორი ვიდეო გადავიღეთ პრინციპში всё ეხლა მე თუ ინვესტორი ვარ ანუ ნახვებით ჯიბეში ფული არ აღმოჩნდება, ხო? შესაბამისად, არც მიჩნდება იმის სურვილი, არა თუ როგორც დამფუძნებელს, არა თუ როგორც მარკეტერს, ანუ ფული მოგეცი, შედეგის ვერ ხედავ. უბრალოდ მეუბნები რომ რაღაც ხმაური. ვიღაცამ ნახა და მას არ უნახავს. ხო. და შესაბამისად, აი ეს პრობლემა არის ის, რომ ეს არის მოკლედ სისტემური პრობლემა. მე არ ვამბობ, რომ ის მარკეტერი ცუდი იყო. ან არ ვამბობ, რომ ის დამფუძნებელი ცუდი იყო, რომ ეს რატომ მისცა საერთოდ ფული, მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა და რასაც დროთა განმავლობაში დღეს ეს ტენდენციები იცვლება და ეს დროთა განმავლობაში შეიცვლება თავისთავად, იმიტომ რომ თუნდაც ახლა ციფრული ნაწილი იმდენად განვითარდა, რომ ყველაფრის გაზომა შეგიძლია. ნელ-ნელა უკვე ბიზნესებიც ერკვევიან სინამდვილეში მარკეტინგი რა არის. მაგალითად, რომ მარკეტინგის მიმართულებით უნივერსიტეტში ფაკულტეტი არ არსებობდა.
ახლა მე ვკითხულობ ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც ბაკალავრიატის ციფრული მარკეტინგის კურსი არის და იქ ვასწავლი ისეთ ადამიანებს, ვისაც მარკეტინგი აქვს გადაწყვეტილი და არა ბიზნესის სტუდენტებს, რომლებიც მარკეტინგს ერთ-ერთ საგანად სწავლობენ. შესაბამისად ეს ნელ-ნელა შეიცვება, თუმცა ეს ძალიან დიდი ხანი გრძელდება და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ რაღაცა სხვადასხვა მიმართულებით ვიბრძოლო, იქნება ეს კონკრეტული რაღაცა წიგნი, იქნება ეს კურსი, თუ იქნება ეს სტუდია, რომელიც ამ პრობლემებზე იმუშავებს და მოაგვარებს. და ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ ყველა მიმართულებით. დავით, მე შენთან ესეთი სამაქ რა ქვია, ჩელენჯი მაქვს რა, ანუ დაასრულე წინადადება. კი ბატონო. მე დავიწყებ წინადადებას, შენა დაასრულო. ბიზნესი იზრდება მაშინ, როდესაც აქვს წინასწარ დაგეგმილი მთელი სისტემა და არქიტექტურა. როდესაც იცის, საიდან უნდა იშოვოს ფული, როგორ მოძრაობს ფული და რა შედეგებს უნდა ელოდებოდეს. და ბიზნესი ჩერდება მაშინ, როდესაც ბიზნესი ჩერდება მაშინ, როდესაც ჰაერში ისვრის თოფით ტყუებს. იმიტომ რომ სადღაც ეგ ხარჯი უკვე ბიზნეს აწვება ხარჯად. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ბიზნესი უშვებს საქართველოში გულისხმობ, არის აი ზედაპირული მიდგომა, რომელიც არსებობს. თითქოს რთულია, აი მაგალითად იგივე აი მარკეტინგში სტუდენტები რომ ყავს, გონიათ რომ ცოტა ვრცელ პასუხებს გცემ, მაგრამ პირიქით საინტერესოა. სტუდენტებს გონიათ რომ აი რაღაც მოლოდინი აქვს, რომ აი მარკეტინგში რომ დავსაქმდები, მე რაღაც რეკლამებს გადავიღებ, რაღაც ღონისძიებებზე ვივლი, საჩუქრებს გამომიგზავნიან და ეს ასე არ არის. თავიდანვე ვეუბნები, რომ ჩემი ძირითადი საქმე უფრო ცხრილებია და data, ვიდრე ლამაზ ივენთებზე სიარული. და აი ეს დამოკიდებული ეს საინტერესოა თავისთავად საჩუქრების კორპორაციულ სამხაროში ხარ. კარგი არის და კლიენტებისგან ეს კარგი არის, მაგრამ აი ეგ დამოკიდებულება, რომ მარკეტინგს და კომერციას ბიზნესის ძირითად ძრავად არ აღიქვამენ. რეკლამა არ მუშაობს, როდესაც არასწორ დაპირებას იძლევა. იმიტომ რომ ეს არის დროებითი ეფექტი. და მე შენ გატყუებ, მაგრამ მე როდესაც მოხმარებელი რეალურ შედეგს ნახავს და შენთან დობაც დაინგრევა და ის ბიუჯეტიც აერში ფლანგება, შესაბამისად უკვე რეკლამას აზრი აღარ აქვს. CRM არ მუშაობს, როდესაც ამაზეც ვეცდები გზელი პასუხი გაქცე, იმიტომ რომ აი მოდიან რა ბიზნესები ამბობენ, ეხლა თან AI ტენდენციები რომ წამოიწია და ეს რაღაცა ხმაური არის ამ მიმართულებით, მინდა მოდი დავნერგოთ AI ინსტრუმენტები, აგენტები და ასე შემდეგ. არა. იმიტომ რომ ჯერ პირველი რაც უნდა გააკეთო, ბიზნესი გამართო. მაგალითად AI არაფერი არ არის, თუ პროცესები არ გაქვს გამართული და თუ მონაცემები არ გაქვს სწორ ფორმაში. AI უბრალოდ აი კიდევ უფრო მეტ ხმაურს შექმნის და შეიძლება ლამაზი ხმაურს შექმნას და მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე CRM-ი არ არის აპლიკაცია და პლატფორმა. CRM-ი არის შეთანხმება ბიზნესში, სადაც ჩვენ ყველანი თანხმდებით, რომ შენ რაღაც პასუხისმგებლობა გაქვს, გაყიდვები რო ხარ, რაღაც მონაცემები უნდა ასე ვთქვათ, შეიყვანო. მე შენ რომ მარკეტინგი ხარ, მონაცემები კონკრეტული ლიდები უნდა წამოიყვანო მაგალითად და ეს CRM-ს მოარგო, მე მოიკითხო რა ხდება. და კონკრეტული პროცესი იყოს გაწერილი. საოპერაციოც ყველაფერთან ერთად კავშირში იყოს და ისე არ იყოს, რომ მარკეტინგი დაგიგმოს რაღაც ხმაურიან კამპანიას და ამ დროს საოპერაციო დირექტორი კივის და დარბის ოფისში რომ ვაიმე ვერ ვასწრებ და ეს რა გამიკეთეთ და საწყობში არა გვაქვს საკმარისი პროდუქტი რომ მივაწოდოთ მომხმარებელს. აი ეს არის პირველ რიგში მოსგასასწორო. სხვადასხვა ჩემი შემდეგი შეკითხვაც AI-ს ეხებოდა. AI ვერგიშველის თუ AI ვერგიშვილის თუ მხოლოდ ტრენდისთვის იყენებ. იმიტომ რომ აი ეს ვაიბი, რომელიც ნელ-ნელა ესე წავიდა, ნელ-ნელა დაბლა ჩამოდის. იმიტომ რომ დიდი ბიზნესები საერთაშორისო მასშტაბით მიხვდნენ, რომ AI ყოველთვის ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ შეიძლება უფრო ზვირის დაგიჯდეს. ეს ზვირი შეიძლება იმიტომ დაგიჯდეს, რომ შენ პროცესები არ გაქვს გამართული. ამიტომ შენ თუ ბიზნეს პროცესები არ გაქვს გამართული, იქ ჩატბოტი უპასუხებს AI-ის ძრავით თუ ადამიანი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ჯერ ააგეს სწორი პროცესები, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ აი CRM-ის ნაწილზეც რომ ამბობდით. შეიძლება Excel-ი გამოიყენო, უფრო Google-შიც ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ საზიაროა. აი ეს Excel-ის გამოყენებაც კიდე ცალკე ტრამვა არის, იმიტომ რომ ვიღაც აავსებს ამ Excel-ს, ის გადაუგზავნის მეილით მეორეს, ის მესამეს, ის მეოთხეს და აი რაღაცა რომ დაგჭირდეს, მეილებში უნდა იქ იყოს ყველამ ერთად.
ამიტომ თუ CRM გჭირდება, თუ AI გჭირდება, ჯერ პროცესების ავტომატიზაცია, მარტივ დონეზე, მონახაზის დონეზე ეს ყველაფერი უნდა აწყო, მერე დააშენე AI. გეთანხმები, AI არის ინსტრუმენტი, რომელსაც სხვადასხვა ბევრს წარმოქმნა აქვს, რომ დაუნერგე და ეგ არის რა, ანუ არ არის, ანუ პირიქით, როგორც თანამშრომლებს უნდა ვასწავლოთ და თანამშრომლებზე უნდა ვიზრუნოთ, ანუ ზუსტად ანალოგიურად სჭირდება, კიდევ უფრო დიდი ყურადღება სჭირდება AI-ს, იმიტომ რომ არ არის ადამიანი და რაღაც უნდა ვასწავლოთ. აი, AI მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ შენ ეგოს დაკმაყოფილება გინდა. და მაგალითად, ტვინი გინდა რომ გავუბურღო, რომ აი, ესექენი და ის მას რეაქცია არ აქვს 24 შვიდს 7-ად გისმენს ადამიანისგან განსხვავებით. სხვადასხვა ხანდახან გამაღიზიანებლად. ოკი. გაყიდვები იწყება მაშინ, როდესაც ჩდება იდეა. იმიტომ რომ ეხლა ბევრი იცი როგორ გიპასუხე და იდეა კი მაქვს. ძმაო. ხო, არა, იდეა როდესაც ჩდება. იდეას როგორც ასეთი თვითონ უბრალოდ იდეას ფასი არ აქვს. თავარი არის როგორ განახორციელებ ამ ყველაფერს და შესაბამისად გულისხმობ გეგმას. იმიტომ რომ აი ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, მე გამიყიდია პროდუქტი, ისე რომ პროდუქტი ჯერ არ მქონდა. ეს იყო საგანმანათლებლო კურსი, სადაც ადამიანებს ეხმარებოდი კარიერულ გადაწყვეტილებებში და ეს მარკეტინგის ბევრი მიმართულება არსებობს, რაც პოპულარული საქართველოში არ არის და ერთ-ერთი არის direct response marketing, პირდაპირი გაყიდვები. და ვიცოდი დაახლოებით რა პროდუქტი მქონდა, ჩემი ცოდნიდან გამომდინარე და დავიწყე გაყიდვა. გაყიდვა დავიწყე, გამოჩნდა, ანუ კონკრეტულ მაგალითს თუ გეტყვით დროში თუ ვეტევით, მაგალითად კურსი მქონდა ესეთი იდეა, რომ კურსი ყოფილიყო 2 თვიანი, კვირაში 3-ჯერ, ან ყოფილიყო 3 დღე გადაბმულად. და ორივე პროდუქტი გავუშვი და ვნახე რა შედეგი იქნებოდა. შედეგები დადგა ესეთი, რომ გრძელვადიანი კურსი უფრო ნაკლები ინტერესი იწვევდა. შესაბამისად ის გავაქრე ის პროდუქტი და ეს 3 დღიანი კურსის გაყიდვა გავუწევ. შესაბამისად კურსს როცა ვყიდიდი, ვამბობდი, რომ ეს workshop-ის დონეზე უფრო იყო, სადაც ორი ჯგუფი შეიკრა და 100%-იანი კმაყოფილება მქონდა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში იქ მათთან ერთად მუშაობდი და ამ კურსის გავლის, workshop-ის გავლის შემდგომ ზოგი ადამიანი სამინისტროდან წამოვიდა, ზოგმა თავისი ბიზნესი დაიწყო, ერთი ბენდიდან წამოვიდა, სოლო კარიერა დაიწყო და ასე შემდეგ. შესაბამისად ვყიდიდი და ვამბობდი, რომ თუ შენ ეს კურსი გაინტერესებს, ეს კურსი იწყება 1 თვეში. დავიწყე გაყიდვა და სადღაც 2 კვირაში უკვე ის რაოდენობა გაიყიდა, რომ მე უკვე პროდუქტი მქონდა გასაკეთებელი. და იმ 2 კვირაში პროდუქტის საბოლოო სახე მივეცი. ანუ იმ ცოდნას, რომელიც გაყიდვასაც ვაპირებდი. აქედან გამომდინარე, გაყიდვა იწყება მაშინ, შენ რა არის სინამდვილეში გაყიდვა და ბიზნესი როგორ იწყება? შენ უნდა იპოვო პრობლემა. უნდა იპოვო პრობლემა, რომელიც ადამიანებს აქვთ. მერე იწყებ იმაზე ფიქრს, როგორ შეიძლება ეს პრობლემა გაყიდო და ეს ყველაფერი უკვე ნელ-ნელა რაღაც ფორმას როცა იღებს, მერე შეგიძლია ბიზნესიც დაიწყო. ფანტასტიკური სპიკერი ხარ, ბატონო, დავით რა. ასევე სხვადასხვა ესეთი რაღაც დავნერგეთ, რომ აი მაგალითად ჩემთან კომპანიაში პრობლემას არ ვეძახით რა, ანუ ვეძახით გამოწვევებს, იმიტომ რომ ხო, ანუ სულ არის ბიზნესია, ცოცხალი ორგანიზმია, ხო, ანუ სულ არის გარკვეული გამოწვევები, მით უმეტეს, ეხლა დღეს ვეღარ მოვასწარით, მაგრამ AI-ს რო შევეხოთ, განსაკუთრებით დღეს, ხო, ანუ გამოწვევებით სავსეა დღეს ბიზნესიც, ძალიან ბევრი პროფესიაც და ასე შემდეგ. დავით, ძალიან დიდ მადლობას გიხდი დღევანდელ პოდკასტში მონაწილეობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ დავგვიგმოთ აუცილებლად ძალიან საინტერესო თემებზე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენმა აუდიტორიამ ძალიან საინტერესო ხედვებიც გაიგო შენი მხრიდან, ძალიან საინტერესო სტუდია დავაანონსეთ ფაქტიურად ჩვენს პოდკასტში და გავტესტოთ ხალხო, გავტესტოთ, ნახოთ როგორ შეუძლია ამ სტუდიას კომპანიაში არქიტექტურის დაგეგმვა, მოკლედ რა. მე ეჭვი არ მეპარება, დავით ვიცნობ უკვე кайხანია და ეჭვი არ მეპარება და ვიცი რომ ზუსტად ვიცი რომ ძალიან შედეგიანად მუშაობთ ვისთანაც მუშაობთ დღევანდელ პარტნიორებთან. ამიტომ მე დიდ მადლობას გიხდით ძვირფასო მაყურებლებო, მადლობა საინტერესო პოდკასტისთვის, საინტერესო კითხვებისთვის და წარმატებებს უსურვებ პირველ რიგში შენს პოდკასტს და ვფიქრობ რომ სწორი მიმართულებით მიდიხარ და ძალიან საინტერესოა რომ ბაზრისთვის ამ საქმეს აკეთებ. დავით, უდიდესი მადლობა მონაწილეობისთვის, შეფასებისთვის, მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ. დაგემშვიდობებით უკვე ხუთშაბათამდე, ძალიან საინტერესო თემით შევხვდებით და სხვათა შორის მინდა გთხოვოთ რა, ანუ არ დაინანოთ ლაიქი, ძალიან დიდ мотиваციას გვაძლევს. კიდევ უფრო მეტად ვგრძნობთ რომ გვიყურებთ და გვაყვირდებით. მადლობა. დაგემშვიდობებით ხუთშაბათამდე.